2 1 მოგესალმებით. პირველ რიგში გეტყვით, რომ რატომაც გადავწყვიტეთ ამ კონტენტის YouTube-ზე გაკეთება. არის ის, რომ მსგავსი კონტენტი ჯერ საქართველოში არ არის, რადგან ჩვენს ვიდეოებში ვაპირებთ, რომ განახოთ ის შიდა სამზარეულო, რაც ხდება უშუალოდ სტარტაპების და სხვადასხვა პროექტების კეთების პროცესში. და შესაბამისად ვთვლით, რომ აი ეს ვიდეოები, რომელსაც ჩვენს შემდეგ ვიდეოებშიც იხილავთ, იქნება ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული ამ მიმართულებით და სხვა დეტალებს, რაც შეეხება უფრო დეტალურად გეტყვენ ჩემი მეგობრები. ბევრ ადამიანს სტარტაპული ცხოვრება სხვანაირი გონია, როგორც სინამდვილეში არის და ამ სინამდვილეს ჩვენი არხის მეშვეობით დავანახებთ მათ. მოგეთ ჩვენი თავი როგორ გაგაცნოთ, ჩვენ ყველა სტარტაპები, მე ვარ გიორგი, ეს არის საბა, ზურა და ნიკოლოზი. ნიკოლოზი ვართ პარტნიორები, სტარტაპ Golden Sky დავაფუძნეთ, საბა სტარტაპი არის მუხტე და ზურა არის ამ ეტაპზე ტექნოპარკის ფაბლავის მენეჯერი, კონკრეტულად გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლავის მენეჯერი და ახლა მუშაობს თავის სტარტაპ ემულეზე და ჩვენ სტარტაპებზე მომდევნო ვიდეოებში უფრო განვიხილავთ. რაც შეეხება ჩვენ არხს, ჩვენ არხზე გვინდა რომ გავაკეთოთ ისეთი კონტენტი, რომელიც დაგეხმარება თქვენს და ჩვენს რომ გავიცნოთ საქართველოს სტარტაპ და არა მარტო საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაში მყოფი ადამიანები, ინვესტორები, სტარტაპერები, გამოცდილი ტრენერები და სხვა. ამიტომ გვინდა რომ გავაკეთოთ შიდა სამზარეულო რაზეც როგორ ხდება საერთოდ სტარტაპზე მუშაობა, მისი განვითარება და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ იდეაში პატარები, ნიკოლოზი 15-ისაა, გიორგი 17-ის, მე და საბაკი 18-ის და ძალიან მცირე გამოცდილებაა აქედან გამომდინარე პირველ ნაბიჯებს ვქავთ სტარტაპ ეკოსისტემაში. და მინდა რომ ყველა ეს ეტაპი ჩავწეროთ და თქვენს გაჩვენოთ შიდა სამზარეულო როგორ ხდება და ამავდროულად გავღვიძოთ ის საინტერესო მომენტები, რაც ჩვენ ყოველდღიურად ხდება. ამ ეტაპზე ეხლა ვიწყებთ, არ ვიცით რა და როგორ შეიძლება რომ გავაკეთოთ, როგორც იუთუბერებმა, იქიდან გამომდინარე რომ არ გვაქვს მის შესაბამის გამოცდილება, მაგრამ ეგ გასაგებია, იმიტომ რომ ვერც მექნებოდა და როგორც სტარტაპებში ანალოგიური მიდგომით ვცდილობთ რომ მოვიქცეთ რა სტარტაპის დაწყების დროს ყოველ შემთხვევაში სტარტაპის აზრი არის ის რომ ექსტრემალური გაურკვევლობის პირობებში შეძლო და გაიცეთ ნაბიჯები, რაზეც წარმოქმნა არ გაქვს, როგორ შეიძლება შედეგიანი იყოს. ანალოგიურად ვცდილობთ რომ იდეო მენტალიტეტით მივდგეთ YouTube-საც, დავიწყოთ კეთება და კეთებაში ვისწავლოთ. აქედან გამომდინარე თქვენი კავშირი იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ კავშირის სამუძველზე ვეცდებით რომ მაქსიმალურად განვითარდეთ, მაქსიმალურად საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ, საინტერესო ხარისხის ვიდეოები იყოს და უფრო მეტი და მნიშვნელოვანი რაღაცები დაგანახოთ, რაც სტარტაპ ეკოსისტემაში შეიძლება გადამწყვეტი იყოს და მნიშვნელოვანი იყოს. და დაგანახოთ როგორ დგავთ ყოველდღიურად იმ ნაბიჯებს, რაც ჩვენ განვითარებაში გვეხმარება საბოლოო ჯამში, როგორც სტარტაპერებს, ისე ჩვენ სტარტაპებს. მოკლედ, ისე ამ ვიდეოში. მოკლედ ახლა ვიყოფებით გურჯაანის ტექნოპარკში, მე, საბა, ნიკა და ზურა. მევზადებით Tech Weekend თბილისში, გაჩვენებთ სამზადის, გავესაუბრებით ნიკასაც, ზურასაც, საბასაც და ვკითხავთ თუ რა მოლოდინები აქვს და როგორ ეგებებიან და ემზადებიან Tech Weekend თბილისს. აქვე იმას დავუმატებ, რომ მე და ნიკა ვიქნებით ჩვენი სტარტაპით, Golden Hectare-ით, ხოლო საბა მუხტეთი წარმოდგენილების სტარტაპ ექსპერტი. მოკლედ ახლა შევიდეთ ფაბლავში და ნახოთ როგორ ემზადებიან. ეს არის საბას სტენდი, როგორც ასეთ ხმაურობენ. ეს არის საბას სტენდი, ეს ხესაიდან მოათრი არ ვიცი. ხესაიდან მოათრი არ ვიცი. Meanwhile, meanwhile, ეს არის ნიკოლოზი ბატონი, საბა. საბა როგორ განწყობაზე ხარ?
ეხლა მოკლედ აქტიური სამუშაო პროცესი გვაქვს. ვაკეთებ სტენდისთვის პატარა ესე ვთქვათ დეკორაციას, რაც პროტოტიპისთვის დაგვეხმარება იმისთვის, რომ პროტოტიპი გავუტესტოთ და უკეთესად წარუდგინოთ მნახველებს. მოგიზრდებით მოკლედ global tech პირობისთვის. ჩემი სტარტაპი არ არის მარეთ კი, მათ შორის ანუ ასე რომ დავაღვნიშნო, ნიკუშას სხვა სტარტაპი ერთად მივიდივართ გამოფენაზე, მაგრამ ამ პროცესში ნიკუშა შეიძლება ითქვას დღეს ჩემზე მეტად აჯანყდა და შესაბამისად ერთმანეთს ვიფაინდ ხოლმე. Smart მისვისაო, სტარტაპისთვისაო, რა თქმა უნდა. ია. ნიკოლო შეგორ განწყობას ხარ ბარასელი. რა მოლოდინები გაქვს? ნუ ველი ხა რავი რას უნდა მოველოდე რადიო სიტიში იმას რომ ხვალე ჩავიდე ვალერისთან და გავაკეთებინო სტიკერი. ხვალ იდეაში კიდე საქმე ის რომ სტიკერები დავუჭეროთ. გასაგრავი იქნება და მოკლედ ბრენდინგზე ხვალ ვიმუშავებთ. დღეს უფრო ტექნიკური ნაწილებზე ვიმუშავებთ. შევიდეთ ზურასთან, რას საქმიანობს, მაინტერესებს. ბატონო ზურო. რას საქმიანობთ, რა მოლოდინები გაქვთ? ერთი ვისწრით რო გითხრათ. ემხითაც რაც შეეხება იმედი მაქვს რომ კიდევ ხალხ გავისნო და ვისაცვისნო ძალიან გულს ველაპარაკებ. მაგრამ მანამდე ჯერ პიჩი მოხდა ამბობისთვის. ხო, ბატონო ზურა ემზადება გრანტის მოსაპოვებლად 10,000 ლარი გრანტის, თუ არ ვცდები. და წარმატებები უსურვოთ. სავარაუდოდ ეს ვლოგი რო დაიდება, აი პარიმში ვხილოთ. არ მოგებული აქება ან ზაგებული, მაგას გაგებინებთ. სამწუხარო ძურა ვერ მოიპოვა დაფინანსება, თუმცა წარმატებები უსურვოთ შემდეგში. ხო, იქით მე რას ვაწყობ? აი რას ვაწყობ, მაგას მე გაიგებთ. დაიდება მაგის ვიდეოც. Anyone working on The Simpsons is a success story in itself. Woo! We might replay that in a little bit with some sound, but that's just a. We should all have the real. Little hit. Enjoy that. Wow, I wish my portfolio would look like that. That's something else. მოგლ ხა საბათ ვართ სტენდის მოწყობის პროცესში. მაგრამ ხო ჩემი სტარტაპის ფიქრება სტენდის მოწყობა. იმიტომ რომ ჩვენი უკვე გავაკეთეთ. ნიკი სამრეგია. უკვე მაშინ როდესაც მოვაწყოთ სტენდს, მე უკვე მზად იქნება რომ ხვალ უკვე ოფიციალურად გაიქცეს ეს გამოფენა და შესაბამისად სრულფასოვნად წარმოგიდგენდი სტენდის მოწყობის პროცესია იდეაში მოკლედ არის. ნიკოლო შენ რას გიტყვი? მე ვფიქრობ რომ საბამ ჩვენ და მოგესმინოს არა მარტო თავის და აი ამ სტენდი არ უნდა გადადოს ჩემი მოგიდაზე და სტიკერი გააჩნია. ხო, პრობლემა შეექმნა რომ ეს სტენდი ვაფშე არ არის საჭირო საბასოს. ადგილი არ მყოფს ჩვენ ვეუბნებთ რომ ეს მოხდეს აქ დადოს და აი ეს სტიკერს და აი ეს თავისი თიანი ყველაფრით აი ოსად დადოს მაგიდაზე, მაგრამ არ გვიჯერებს. არ გვიჯერებს. ხო დაგვიჯერებს, კარგი იქნება. რეინო ვიყიდო კლიენტელების საკлауზე. ხო, აი აქ ჭიათელები ყავს. ბორის მჟავა იქ მაგრამ არა უშავს. მოკლედ ტექნოლოგიაზე გეტყვით რომ ძალიან კარგი ივენთი არის ტექნოლოგიების მიმართ ესეთი ყველაზე დიდი მიფოსებად პირველი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ვიკენდი არის რაც კიდევ ჩატარებულა საქართველოში ძალიან ბევრი სტარტაპი არის ძალიან ბევრი კომპანია არის სამოდელური როს გავესაუბრებთ და ვეცდებით რომ რამდენიმე შეიძლება ცნობილება შეიძლება კარგი სტარტაპებს და ინვესტორს შემოვარდნათ 5 minutes later. და გამარჯობა რამდენიმე შეკითხვას დაგიშვა და უცლადი პასუხი შეგიძლია ზოგადად რას ფიქრობ სტარტაპებზე და როგორ მოგეწონა ტექნოლოგიები Das ფიქრობ სტარტაპებზე? სტარტაპებზე ვფიქრობ რომ სტარტაპები არის განვითარების საწინდარი და რაც უფრო მეტი წარმატებული სტარტაპი იქნება მთლიან ქვეყანაში ეს ზოგადად ჩვენს ქვეყნის ეკოსისტემაზე ახდენს გავლენას. ამიტომ
ვიცი რომ თან დიდი წარმატების რეიტი არა აქვს სტარტაპებს. ამიტომ ბევრი მცდელობა უნდა იყოს, რომ იმ ბევრი მცდელობიდან კიდე წარმატებული ვარიანტებიც და кейსებიც ბევრი იყოს შესაბამისად. გამოდელი tech weekend-ით ძალიან საინტერესოა, კარგია, ბევრი სიახლე გავიგე. და გამოდი რომ მოვედი რა. ეს გლობალ ტექნიკაზე გურჯანის ორი სტარტაპია წამოსული საბას მუხტა და ნიკუშას და გიორგის golden nectar-ი საბას აქ ჩართვა კახეთის ხმასთან ამიტომ მე ვარ ოპერატორი რომის მე ვენი ხმაცის მის ამიტომ ჯერ გადავიღოთ და მე გავაგზავნებ ლაბარაკს საბა ეს ვიჩამი ხა რა კარგი ეხლა ვიყავით Global Tech Weekend-ზე, სადაც არის გამოფენა ძალიან ბევრი მაგარი სტარტაპის. მათ შორის ვარ მე, ჩემი სტარტაპით მუხტეთი და golden nectar-ი. ასევე ერთად კარტში პაუზურა ჩვენი მეგობარი, რომელიც გულშემატკივრობს და ნახო. აი უცხო მეგობარს ხა სამესაუბრ შავარი როზე რეგულარს მე გადასაუბრეთ. ნიკოლოზ რას ფიქრობა, როგორ მოხსოვს ახალურა? გარემო ძალიან კარგი არის, რამდენიმე სტარტაპი არის, რაც წარმოადგენილი არის, ახლა ცელი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტარტაპების გამოფენა დღეს არის. ძალიან ბევრი კარგი სტარტაპი არის, რომელსაც ბევრი დავიდნენ, რამდენიმე სტარტაპი არის, ვისაც ჯიტა შესაძლოა წმენია და არც გავიგიათ და ვწtildeობ რომ უფრო მეტ ადამიანს გავათმო ჩვენი სტარტაპი, რომელიც მეკუთვნების შესახებ არის და არის ბევრი ქართული ადამიანი, არის უცხოელებიც, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან ჩვენი პროდუქტით. მოკლედ, ძალიან კაი ივენთია რა, Global Tech Weekend-ი, როგორც ჯიტას წარმოადგენელი, ისე ვარ ამივენცე მოწვეული და იდეაში ჩემი მიზანია ის, რომ გურჯანის სტარტაპებს დავუჯერო ხარიან თქვენ, საბას გიოს, ნიკუშას. ძალიან ბევრი საინტერესო ხალხია, ბევრი ინვესტორი, ბევრი სტარტაპერი და იდეაში ჩემი ამ ივენტზე დასწრების მიზანი და ინტერესი იყო ის, რომ ძალიან ბევრი ხალხი გამეცნო რა და რაც ნელ-ნელა გამოდის. ხალხთან კომუნიკაცია მაქვს, ბევრი საუზიტო ბარათებს ვაგროვებ ძალიან, იმიტომ რომ საუზიტო ბარათების შეგროვა ძალიან მომწონს და რა ვიცი, მოკლედ ძალიან საინტერესო ივენთია. იმედია კიდევ ბევრი ხალხს გავიცნობ. ჯერჯერობით კარგად მიდის და ნახოთ როგორ გაგრძელდება. აბა, ის ხარ აქ. საინტერესო კითხვა. რეალურად Global Tech Weekend-ზე ჩემი მთავარი მიზანი წამოსვლის იყო, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გამეცნო და დამეგროვებინა უფრო მეტი კავშირი ვიდრე მათ. ჯამში ესა იყო და ნამდვილად ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ეს პროცესი წარმატებით მიდის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, რომაც შესაბამისი უკავშირი მომცეს, რჩევები, დაინტერესდა ჩემი სტარტაპი რა იყო, ასევე ბონუსად მივიღე USB კაბელი, რომელიც ორ ბოთლში გადავცვალე, TNS USB კაბელი. და საბოლოო ჯამში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაგარი ღონისძიებაა და ვთვლი, რომ მსგავსი ღონისძიებები საქართველოში უკეთესი იქნება, რომ ხშირად ჩატარდეს, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედ ეს networking-ი და ახალ-ახალი ადამიანების გაცნობა საბოლოო ჯამში უფრო დიდ წარმატებამდეც მიგიყვანს. და შენ რა გინდა აქაბა? რა მინდა და რისთვისაც შეიქმნა ეს კვირეული და რისთვისაც ტარდება ეს networking-ი. პირველ რიგში networking-ი არის მთავარი ალბათ სტარტაპებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიებები არის რეალურად იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხი გაიცნო, რაც დღეს მოვახერხეთ ყველა მეც, სურამაც, საბამაც, და რა თქმა უნდა ნიკამაც. და ხო, ასეთი ღონისძიებების ჩატარება იქნება ძალიან კარგი სტარტაპებისთვის. ეხლა ვართ პატარა ენერჯაიზერზე. რაც თქმა გამღერელია ის პროცესი, რომ თელოს განმავლობაში გავუზიარო შენი სტარტაპის შესახებ ადამიანებს შესაბამისად ჭირდება რომ ცოტა განვეტყვით. ამისთვის Global Tech Weekend-ის სივრცეში დაგწდა ჯეტი. რომელიც შემოგვწევს ეს რაღაც რომ თუ დავიდით აი ამ პატარა დახაზულ სტადიონს შემდეგი საათი წუთი შეგვიძლია უბრალოდ გამოგვეყენებინა მათი ტრანსპორტი. შესაბამისად ერთობით მის წევრები მეგობრები ერთად და თან ჩანსი რომ მოვიდოთ ტრანსპორტირების ვაუჩერიც. მაგრამ მაგარია. რადგან ზურამ უკვე მოიგო და მე ვიყავარ აი ერთი მიზანი მაქვს. და ესე ოპა
ერთი წელი წარმატებელია, მაგრამ 3 წლის უნდა ხლაკ. A few moments later. გავშალეთ ახლა სტენდები და ვიდივართ სახლში, დავალაგებთ ამ სტენდებს და შემდეგ წავალთ ავთარ პარტიზე. რომელიც ყოლა კიდეში 12-ის ნახევარს და მანამდე რაღაც უნდა მოვიფიქროთ რომ გავაკეთოთ. ასე თქვით. როგორ? მაგის ერბო შეგვიძლია რომელსაც იწყოს. 12-ის ნახევარი წერია სილაბუსში. წერია, მაგრამ გადავამოწმოთ. რამდენია? 11. რომელიც საათზე გადავამოწმოთ? ხე და გვენახი საბახე. ხე არ არის, 2-ია. მორი რომელიც რომელიც საათი დაგქლა ხე და როგორ? ანუ 15 წუთი ვიყავი დაახლოებით შესული ოთახში და ყოლობა არ მივაქციე. და დიდი მორი შემოიტანეს დაჩეხეს ფაბლაბში. და მე ზურგი შემოდებული მიდიოდნენ. ფაბლაბში შემოვიტანდით, იქამდე გამჭერით, რომ დიდი არ შემოგვედა. ეგ თუ გაჭრილი იყო იმ ხელა ორი როგორ შეაფასებთ დღევანდელ დღეს სტენდების ნაწილს სანამ ნეტვორკინგი დაიწყება? I think ან ნიკუშავიც. in my opinion ვფიქრობ, რომ პატარა სიუცე არ უნდა ყოფილიყო. ხელახლა გამოვიკითხო და ანუ რას ფიქრობ, როგორ შეაფასებთ დღევანდელ დღეს სანამ ნეტვორკინგი დაიწყება რა, ნეტვორკინგის ივენტზე წავალთ სტენდების ნაწილს? კი ბატონო, ან სტენდების ნაწილის შეფასებას რაც შეეხება მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი სტენდები იქდა. აი, ანუ პარტნიორ ორგანიზაციებს ჰქონდათ ძალიან მაგარი სტენდები, როგორიცაა TBC, საქართველოს ბანკი და Zoom-ერი, მათ შორის ძალიან ბევრი კომპანია იყო, რომლებიც რომ ჩამოთვალო, ბევრი დრო დაჭირდება, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სტენდები ან პატარა სტარტაპების იყო საკმაოდ პატარა, რაც არაპრაქტიკულ ხდება და შესაბამისად ვთვლი, რომ იქნებოდა. Okay. Hey. Nice, cool thing. It's a really interesting idea, and this is too. What's your startup? My side is not startup. We are in take it. What is it? We are Can I record? event company, international event company. We're based in Armenia, and we can make two startup to launch new products and organize conferences. I think we make maybe helpful to you because we help to start new product. And what location? Armenia. Any location? Any location, yeah. Send me a message like location. I'm gonna come wherever you want. Doesn't matter. Ireland, New York, Brooklyn, or Moscow. Doesn't matter. It's an international company. We have any cases where we can bring many employers from any countries, and we have really big experiences to work with international companies. Here's my car. So have a nice evening. Nice to meet you. Bye. Goodbye. One eternity later. მოგლეთ ხალხო, ხა სკროლებით ვსწავლობ მივიდეთ კინგდევიჩი. სკროლებით არა, სკროლით, იმიტომ რომ სხვა სკროლი იქით არის და სკროლი იყო და ორთან მივდივართ. გიორგი და 4 კაცი. გიორგი და საბა ჩამოგჩნენ. ხო და ახლა არ ჩანან უკან და ეხლა მოგლეთ მივალთ სკროლამდე და ეს დაგვეწევიან რა. 2000 years later. მოგლეთ მოვედ კინგდევიჩი. მაგრამ არავინ არ გაგვაფრთხილა თურმე 21 ზემოთ ყოფილა ის რა ქვია 21 ზემოთ ყოფილა პროექტი ანუ თუ after party რა page უნდა კონდეს და 21 წელს ზემოთ უნდა იყო იმისთვის რომ შეგიშვანო ჯერ page უნდა კონდეს ოფეთი აი page მაქვს რა უნდა სტარტაპი არ გაგვაფრთხილა არავინ საერთოდ რა მოგვიყვანეს ამ შორეზე და ეხლა არ ვიშვებთ. One eternity later. მე და ზურა ვართ შემოსულები after party-ზე. მოდით after party-ზე შემოვედით და
ახლა ველოდებით როდის მოვა გიორგიანი ის რომ მოვიდნენ და ცოტა ხანი რამე მასში მაინც გავერთოთ. ოცხოს მაინც ვერავის რომ დაილაპარაკები ისეთ როჟას, იმიტომ რომ ყველა გათხრეშილი არის უკვე. ველოდებით ესე. მაგრამ ხედისა გაიფო არის. იქიდან რაც ჩანს, ხედი აქვს რა, კარგი. მოკლედ სტიქი მოლი. გამოვიდით. ოღონდ დაიმონი არა. სამი დაიწყო. და წამოვიდით რადგან გადაწყდა რომ მოვიწევთ. რადგან ცოტა დავიღალეს ხო? ბევრი ხალხი გავიცანით, ნუ მაგრამ მე რეალურად მე ვფიქრობ იმენი ენერგია დამჭა რომ კარგად გავერთობი. მაგრამ ვერა. ჩვენ აღარ დავრჩა დავიღალეთ ადრეულ ფესტივალები. მაგრამ საბოლოო ჯამში კაი პროექტი გამოვიდა. კაი დღე ნახევარის გენებას, არა უკვე 3 საათი. 3 საათია, 4 საათია, და ხო, მასე. და აი რა გამოვიდა. იმედია ნორმალურ ვიდეოს გამო. არ უნდა ეს ყოველთვის შეხსენება იციან, კაცო, იციან.